რადგან უკვე ლოკალურ ცვლადებს გავეცანით, ახლა დროა ვნახოთ როგორ მუშაობენ გლობალური ცვლადები. ესე იგი, ცვლადი არის გლობალური, თუ კი ის არის ყველა ფუნქციის გარეთ. მარტივად რო ვთქვათ, ეს გლობალური ცვლადი გახლავთ ისეთი ცვლადი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი პროგრამის ნებისმიერი ნაწილიდან. მოდი ახლა ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ ძალიან პატარა და მარტივი მაგალითი და ვნახოთ როგორ მუშაობს გლობალური ცვლადები. მოდი ახლა წავშალოთ რაც არის ზედმეტი, დავტოვოთ მხოლოდ main-ი და დავწეროთ პროგრამა. ანუ როგორც უკვე გითხარით, გლობალური არის ცვლადი, რომელიც მოთავსებული არის ყველა ფუნქციის გარეთ. ანუ თუ კი ჩვენ აქ ავწერთ ესეთ ცვლადს, int დავუშვათ i, მაშინ ეს i ცვლადი იქნება გლობალური. მოდი ახლა ის მივანიჭოთ მნიშვნელობა აქედან, რაიმე 10 მაგალითად. შემდეგ დავბეჭდოთ ეს მნიშვნელობა. და იმის ადემონსტრაციოდ, რომ ესე იგი ეს ცვლადი ყველა ნაწილიდან ჩანს, ჩვენი პროგრამის ყველა ნაწილიდან შევქმნათ ფუნქცია func, საიდანაც აი ამ i ცვლადის მნიშვნელობას გავზრდით, დავუშვათ 1-ით. ეხლა გამოვიძახოთ ეს ჩვენი ფუნქცია func-ი და კიდევ დავბეჭდოთ ის მნიშვნელობა. შევამცირებ იმცარიელ ადგილებს, რათა კლიენტად გამოჩნდეს კოდი და ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს. და როგორც ხედავთ, დავიბეჭდა ჯერ 10, შემდეგ 11. რადგან ეს არის გლობალური ცვლადი და როდესაც ეს ფუნქცია გამოვიძახეთ და ამ ცვლადის მნიშვნელობა შეიცვალა, შესაბამისად ყველა დანარჩენ ნაწილში კოდის ფრაგმენტები, სადაც გამოვიყენებთ ამ ცვლადს, ეს იქნება უკვე შეცვლილი მნიშვნელობით. ასე რომ თუ გინდათ ისეთ ცვლადის შექმნა, რომელიც უნდა გაიზიაროს რამდენიმე ფუნქციამ, მაშინ ესეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გლობალური ცვლადები.